საკვების მიღების შემდეგ ეგრევე არასდროს არ დაწვეთ, არ წამოწვეთ, არ დასხდეთ, არ დაიწყოთ ტელეფონის სქროვა, თუ გინდათ რომ კიდევ უფრო უარესად არ დააზიანოთ ის სისწრაფეები, რომლებიც კვებავს თქვენს გულს, თვალს, თავის ტვინს, თირკმლებს, ქვემოკიდურებს და თუ გინდათ რომ არ გაიზარდოთ რისკი ისეთ დაავადებებისა, როგორიც არის სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, მხედველობის დაქვეითება, გარდამავალი შემივრ შეტევა, ინსულტი, თეთრის უკმარისობა, პერიფერიული არტერიების დაავადებები. ამ დაავადებებს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება და იღუპება. აი ნახეთ რა არის რჩევა. საკვებს როგორც კი მიიღებთ, ბოლო ლუკმის მიღებიდან 10 წამში არ გადააცილოთ დრო, 10 წამში წამოდექით და მომდევნო 10 წუთი იმოძრავით. არც ნახევარი საათი, არც 1 საათი, არც რაიმე სპეციალური მოწყობილობა, არც რაიმე თქვათ მედიკამენტები, არა. მომდევნო 10 წუთის განმავლობაში უბრალოდ იმოძრავეთ. დამიჯერეთ ასე თქვენს არტერიებს ძალიან გაუფრთხილდებით. 2023 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარდა ესეთი გამოკვლევა. მათ ნახეს, როცა ადამიანი თქვათ საკვებს მიიღებდა, საკვების მიღების შემდეგ 15-30 წუთში სისში იზრდებოდა გლუკოზის რაოდენობა. ამას ქვია საკვების მიღების შემდგომი, ანუ პოსტპრანდიული ჰიპერგლიკემია. ეს ეხლა თქვათ, ეს ერთჯერად მომატებული გლუკოზი რა თქმა უნდა ჩვენს სხეულს არ ამნებს, მაგრამ როცა იზრდება თქვათ დღეში 3-ჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ის მომატებული გლუკოზი რა თქმა უნდა სისწრაფეს აზიანებს წლების განმავლობაში. მაგიტომაც არის რომ ასაკთან ერთად ძალიან ბევრი დაავადების რისკი იზრდება ეხლა რაც ჩამოთვალში სავალში. ხო და ეს მომატებული გლუკოზა ერთი მხრივ არაფერმენტული მექანიზმებით უერთდება გლუკოზას, უერთდება ელასტინს, უერთდება ენოთელიუმში არსებულ ცილებს, ხოლო მეორე მხრივ ფერმენტული მექანიზმებით ალდოზის რედუქტაზის გარდაიქმნება სობრიტოლად და ასე აზიანებს სისწრაფეს. მე ასევე სხვა მხრივაც ეს გლუკოზა არა მარტო წრის სისწრაფეს აზიანებს, ანუ აზიანებს არა მხოლოდ ბადურის სისწრაფეს, თითქმის სისწრაფეს, თქვათ და ნერვების კვებავ სისწრაფეს, ასევე აზიანებს სხვა სისწრაფესაც, იმიტომ რომ ხელს უწყობს განვითარებას ათეროსკლეროზის და აზიანებს ხოლმე მუცლის აორტას, საძილე არტერიებს, ასევე აზიანებს ხოლმე ხერხემლის არტერიებსაც, გულის კვებავ სისწრაფეს, როგორც არის თქვათ კორონარები და ამიტომაც არის რომ ადამიანებს ასაკთან ერთად ეძება ძალიან ბევრი დაავადების რისკი. მაგიტომაც არის რომ თქვათ მეზობელი რომელიც ყავს თქვათ ასაკოვანი, იმას აწუხებს ხოლმე გულის დაავადებები, აწუხებს ხოლმე ნევროლოგიური დაავადებები, აწუხებს თერგის პათოლოგიები, აწუხებს ქვემოკიდურების დაავადებები. ხო და რა თქმა უნდა ამ დაავადებას კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი ხარ სწორად გამიგე, აქ კიდევ ბევრი სხვა ფაქტორია, მაგრამ ერთ-ერთი რამაც შეიძლება ასაკთან ერთად დაგიზიანოს სისწრაფეები, სწორედ რომ ეს არის მომატებული გლუკოზის რაოდენობა სისში. ამიტომ როგორც კი თქვათ საკვებს მიიღებ, თუ გინდა რომ აი ეს არტერიები დიდხანს შეინარჩუნო, მომდევნო 10 წუთი უბრალოდ იმოძრავეთ. რა მოხდება ამ დროს? რა მოხდება და ისევ ინსულინის ზემოქმედებით ჩონჩხის განზორიანი კუნთები აი ამ გლუკოზას ინტენსიურად აითვისებს. ანუ ეს გლუკოზა გადამისამართება ეხლა უკვე უფრო მეტად კუნთებისკენ, ვიდრე მხოლოდ ღვიძლისკენ. იმიტომ რომ როცა თქვა ადამიანი თქვა არ მოძრაობს, ხომ? ეს გლუკოზა შევა ღვიძლში, იქ ინსულინის ზემოქმედებით ეს გლუკოზა დამარაგდება როგორც გლიკოგენი და დანარჩენი ეხლა რაც ქვია, ვეღარ დამარაგდება და ვეღარ დაიწובה გლიკოგენში, მე გადამესამართება უკვე ცხიმების სინთეზში. და აი ასე არის რომ წონაში საბოლოო ჯამში იმატებ და არა მხოლოდ იმატებ, ეს გლუკოზა სამის ღვიძლის მიერ აითვისება, სისწრაფეს გიზიანებს. ამიტომ ყოველთვის იმოძრავე საკვების მიღებიდან მომდევნო 10 წუთის განმავლობაში. ეს რჩევა, აი დამიჯერე, გაჩუქებს ძალიან ბევრ დროს. გაუზიარე ასევე სხვებსაც.